ველოდებოდი რომ რაღაც ეგეთ სიგიჟეს გამოუგდებდნენ, მაგრამ ზოგადად ქვეყანაში როგორი არანორმალური სიტუაცია, ჩემზე კარგად თქვენ ხედავთ. გადაცემებში ბევრჯერ როცა ვახსენებ ხოლმე გასული საუკუნის 37-იან წლებს, მე ჩემს სტუმრებს ვეკითხები ხოლმე რომ რამეს ხომ არ ვაზრიადებთ? აბა რამეს ვაზრიადებ სინამდვილეში? არა. უბრალოდ 21 საუკუნეში გვაქვს ის 37-იანი წლების რეპრესიები, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ყოველი ჩემი დღე იწყება ასე რომ ვიღაცა სახლში შეუვარდნენ, ვიღაც დაიჭირეს, ვიღაც დააჯარიმეს, ვიღაც გაჭრიკეს, სიგიჟეში გვაცხოვრებს ოლიგარქი. მას მინდა ერთი რამე შევახსენო, როგორც ჟურნალისტს. მან რამდენჯერმე გაიმეორა 37-იანი წლებიო. ასეთი ცნება არ არსებობს. ინგა გენაცვალოს ჩემი თავი. არსებობს 10-იანი წლები, 20-იანი წლები. ის რასაც შენ 37-იან წლებს უძახი, არის 30-იანი წლები. ასეა ქართულ ენაში, ქართულ ლიტერატურაში, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაცა დაგაკლო მასწავლებელმა სკოლაში. არ ვიცი, ცოცხალია თუ არა ის მასწავლებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა საყვედური უთხრა მას, იმიტომ რომ ვერ გასწავლა ეს ელემენტარული რამ.